სახელთა მამისათა, დადისათა და სულისათა მოგესალმებით. და შენ ვაგზავნეთ საუბრებს საფრთხე ისტორიაზე, ძველი ახსნის ისტორია. და ჩვენ ბოლო ჩვენი საუბარი დასრულდა იმით, რომ მშობლების კურთხევით და ლოცვით იაკობი გაიმართა აღმოსავლეთისკენ ხარანის მხარეს, სადაც მისი დედის ძმა და მშობლები ცხოვრობდნენ. ანუ აბრაამის ძმის შთამომავლები არიან ნაქორის. რომ იქიდან მოიყვანს, როგორც აკურთხა მას მისა მამამ ისააკმა. და გავყვეთა თხრობას. და გამოვიდა იაკობი ფიცის ჭიდან და დავიდა ხარანში. და მეერთ ადგილს და დაიძინა იქ, რადგან ჩადიოდა მზე და აიღო ქვა იმ ადგილის ქვებიდან და დაიდო სასტუმრად თავისთვის და დაიძინა იმ ადგილზე. ეს მოგზაურობა მხარეში, ცოტა თხელი მხარეა და დღისით იქ არც ისე ადვილია აბანაკებაში. რომ მიაღწია გარკვეულ ადგილას და როგორც დღის საათ დრო მიუთითებდა, იქ დაიძინა. არაფერი იქ განსაკუთრებული საშუალება არ იყო, კიდე მიწაზე და ქვა დაიდო. ამ ქვას როგორც სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ითქვას, ქვა, ლოდი, შეიძლება არის სიმბოლო ჭეშმარიტი სარწმუნოების სიმტკიცის. და თავი დადო ამ ქვაზე. ანუ გონებით ის რწმენით და მშობლის კურთხევით მიმართ მორჩილებით თავს მიაბარეს უფალს. დგება ღამე და ღამე უნდა შინაადირით დადის. შეიძლება მდარი დაიწყოს. ასე რომ საშუალებით ღვთისმშეწევნისა და მშობლის კურთხევის მადლით იძინებს. და ესიზა, კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომელსაც თავით ცდებოდა ცას და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ მასზე. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა, მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა და ღმერთი ისააკისა, ნუ გეშინია მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას და შენს თესს. იქნება შენი თესი როგორც მიწის ქვიშა და განივსობა ზღვისკენ და სამხრეთით და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი შენი და შენი თესლით. და მე შენთან ვარ და შენს ცელად ყველა გზაზე, რომელზეც ივლი და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში და არ დაგტოვებ შენ, ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს, რასაც გეუბნებული შენ. აი ეს ოთარი მიიღო მან უწყება გამოცხადებით, რომ ეს კიბე არის კავშირი ზეცე ქვეყანასთან და ქვეყნის ზეცასთან და უფალი სათავეში ამ კიბისა და ანგელოზები, ზოგი ზეციდან გადმოვიდა ქვეყანა, ზოგი ქვეყნიდან ზეცად. ეს ანგელოზები აუწყებლნი არიან ღვთის სიტყვის, ღვთის ნების ადამიანებისთვის.
და მაუწყებელნი უფლისათვის იმ მდგომარეობის, რაც ხდება ქვეყანაზე. ცხადი უფალს არ ჭირდება ვინ მოწე უფალმა ყოველი იცის, ყველგან არის და ყოველსა აღშვებ მადლიდათვის და მაგრამ ანგელოზები მსახურნი არის ღვთისა ყველგან და ყოველ იმ მოვლენებთან რაც ხდება ქვეყანაზე. ანუ ანგელოზების მაკავშირებელი არის. ანუ და ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ანგელოზები ქვეყნაზე თათადიოდნენ, ანგელოზებიც მანამდე იაკობთან იყვნენ მისი მამის აბრაამის მამის სააკის გამო. იმ აღთქმის გამო, რომელიც უფალმა დადო აბრაამთან და აღთქმის, რომელიც თავი დასაბამიდან დაიდო 12 წლის შემდეგ ადამთან, შემდეგ ნოესთან და ნოეს შვილებისანი კურთხევით კიდე გაგრძელდა, როდესაც აკურთხა თავისი უფროსი ვაჟი სემი და უთხრა კურთხეულია ღმერთის სემისა. რომ სემი გამორჩეული იყო და შემდეგ იაფეტი ასევე. თუ ჩვენ აღარ დაუბრუნდებით ამ ამბავს, ჩვენ ადები საუბრეთ უკვე. აი ეს საგანგებო არის ეს სიზმარი და თვითონ დავის ეს ყოველ მოვლენა, რაც იაკობმა იხილა და ნუგეში მიიღო ღვთისაგან, რომ არა მარტო მასთან იქნება უფალი. ნახსენ ამ გზაზე ხარანამდე ხარშიც მასთან იქნება და დააბრუნებს მას თავის მამის სახლში უკან ამ ქვეყანაზე და მომავალშიც მისცემს ამ ქვეყანას მას და მის მოდგმას. ანუ ეს კურთხევა, ეს გამოცხადება მოიცავს თელ ცხოვრებას იაკობის. ამ დღიდან და უკუნისამდე მის მოდგმაში. όσο მნიშვნელოვანი იყო ეს იაკობისთვის, ამიტომ იგი ნამის კურთხევით არის აი აღთქმის გამგზელებელი. აღთქმის მომწმეთა დადო აბრაამთან და შემდეგ უკვე ისააკთან. იგი ჩვენ ხედავთ, რომ ეს ქვეყანა თითქოს ჩვეულებრივი ადგილია. არაფრით გამორჩეული, მაგრამ რადგან უფალი ყველგან არის და ყოველთვის, მაგრამ ეს აირჩია უფალმა და გამოვიდა იაკობმა დილისაგან და თქვა, არის უფალი ამ ადგილას, ხოლო მე არ ვიცოდი. და შეეშინდა და თქვა, როგორი საშიშია ეს ადგილი, არაფერი ეს თუ არა სახლი ღვთისა, ესეას ბჭეზეცისა. მეტომ ადგილს ეწოდა ბეთელი, ანუ ბეთ სახლს ნიშნავს ელი ღმერთის სახლია. საოცარია, რომ ეს გამოცხადება ამ ადგილას ხდება არა კონკრეტულად ეძინა იაკობს ძალიან ეს ადგილი კურთხეულია ადგილი, სადაც ღვთის მორწმუნე ადამიანი არის რწმენით და მინდობილი ღვთის ნებას და მორჩილი ღვთის განგების მიმართ. ეს არის სწორედ ეს მნიშვნელობა ამ ადგილისა. არა რაიმე განსაკუთრებული, არამედ რადგან აქ იყო ის მორწმუნე ადამიანი, რომელიც აშუქებს მორჩილებას თავის მამის და მშობლის მიდის მისი დალოცვით და ღვთის იმედით და რწმენით. აი ეს კავშირი ღვთისა ადამიანთან ცხადდება აქ მეტად. ხოლო ადამიანისგან უფალი თხოვს რწმენით ნდობას და მორჩილებით აღშულებას იმ განგებისა, რაც მას
მიეცემა ადამიანს საცხოვნებლად და საკეთილდღეოდ მომავალში. და ადგა იაკობი კანთიერსაც და აიღო ქვა რომც ედო იქ საშთუმლად და აღმართა იგი სვეტად და დააშვა ზეთი მის კიდეს და უწოდა იაკობა იმ ადგილს სახლი ღვთისა, როგორც ვთქვით, ანუ ბეთელი და ანუ ულამლუჟი იყო ქალაქის სახელი პირველათო. ლუჟი იყო ეს ულამლუშა პირველად ადრე კომპოზიტია ორი სიტყვის ლუჟი იყო და ადრე ლუჟი ეწოდებოდა. ამიტომ ქალაქს ეწოდებოდა ბეთელი. ასე რომ აქაც ჩვენ ხედავთ რომელსაც არის სახელი რომელსაც ადამიანი უწოდებს, არის სახელი რომელსაც ღვთის გამოცხადებით ენიჭება ადგილს. და ჩვენ ხედავთ რომ ესეთი ადგილები გამორჩეული მოთაღნიშნება ფოთან კავშირში როცა სახელთან ბეთლემი აქაც სახლი არის ბეთსაიდა და სხვა მაგრამ ეს სახლი თევზისა, სახლი პურისა because ამ ქვეყნიური სახელწოდებები არის და არის სახელი რომელიც უფრო ღვთის გამოცხადებასთან დაკავშირებული და ალბათ იაკობმა ართმა და თქვა თუ ფალი ღმერთი იქნება ჩემთან და დამიცეს მე ამ გზაზე თუნდაც მე მივდივარ და მომცეს მე პურს საჭმელად და სამოს შესამოსად და მაბრუნებს მე ცოცხლას მამაჩემ სახლში იქნება უფალი ჩემთვის ღმერთი და ეს ქვა რომელიც აღმართე სვეტად იქნება ჩემთვის ღვთის სახლი ყველაფრიდან რასაც მე მომცემ მეადეთ მოგცემ შენ აი როგორ უფალთან როგორი კადნიერება იაკობიდებს აღთქმას თუ შენ მე მომცემ საჭმელს პურს და სასმელ წყალს და სამოსელს შესამოსად და დამიცავ მე გემსახურები შენ და ყველა შესაწირაედიდან მეათედის სტირავს უფალს ახლა უფალს ნივთიერი რა სჭირდება არაფერი მისია ქვეყანა და სავსე მისი მაგრამ უფალი ადამიანისგან ელოდება რის შესაწირავს საჭმელი სასმელი არა საჭმელი და მისჭირდება რომ გულით და გონებით უფალს ემსახუროს მის ნებას ასრულებდეს და მის აღთქმას იცავდეს ცნებებით ცხოვრდეს ქვეყანაზე ანუ ზრუნავდეს იმისათვის რომ დაუბრუნდეს უფალს იმ სადაც იყო თავიდან ადამი და დაიმკვიდროს საუკუნე ცხოვრება უფალთან ერთობით ეს არის მთავარი შესატირი და მეათედი არის ხოლმე გამოხატულება იმიტომ რომ ადამიანს ახსოვს ღვთის წყალობა, ღვთის ფარველობა და შეწევნა, სწავლამოდრება და უფლისგან მოცემულიდან მეათედს წირავს უფალს ნიშნავს და ისი უფლისად მეადგულების. რაც ეძლევა ადამიანს მისთვის არის, ადამიანსაც სჭირდება, მაგრამ აი ამ მოცემულიდან ისე უფალს წირავს ეს საოცარი არის ურთიერთობა ადამიანსთან. ეს შესაძლოა კი არ სჭირდება, მაგრამ სჭირდება ჩვენ რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდების მიმართ. რწმენის და სასწაულების სიყვარულის და მედგულების და მადლიერების უფლისადმი. და წამოდგა იაკობ ფეხზე და წავიდა აღმოსავლეთის ქვეყანაში ლაბანთან, ბათუელ ასურის ძესთან, იაკობის და ესავის დედის რებეკას ძმასთან და დაინახა და აჰა
ჭარის ველზე და იყო ცხრის სამი ფარა რომელიც ისინოდა მასთან სადან ამ ჭიდან ასმევდნენ ფარას და იყო ერთი დიდი ქვა ჭის პირზე იგი აქ უსებ თხრობა გადადის აი ამ იაკობის მისლთან ჭასთან თუმცა ამას კი დრო დაჭირდებოდა იქ არც ისე ახლოს არის ხარავნი ბეთელიდან მაგრამ ამ თხრობას უკვე არ უთმობს ადგილს წერილი და აი ამ ჭის პირზე იყო დიდი ლოდი დადებული რომ იქ არამე არ ჩავარდნილიყო არ გასვლილიყო და დაბინძურებულიყო ეს ჭა და მხოლოდ როცა საქმე მოდიოდა გახსნიდნენ დაელია და გროვდებოდა იქ ყველა ფარა და გადაგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და ასვენდნენ ცხარს და აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე თავის ადგილას და უთხრამათ იაკობმა ძმებო საიდან ხართ თქვენ ხოლო მათ უთხრეს ხარავნიდან ვართ და უთხრამათ იცნობთ ლაბანს ნაქორიძეს ხოლო მათ უთხრეს ვიცნობთ და უთხრამათ ჯამთველად არის ხოლო მათ უთხრეს ჯამთველად არის და აჰა რაქელი მისი ასული მოდიოდა ცხვრებთან ერთად და თქვა იაკობმა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დღე არის დრო საქონლის შეგროვებისა ვინ დაალევინა ცხვრს წადი და აზროვეთო ხოლო მათ უთხრეს ვერ შეგლიოთ ვიდრე არ შეგროვდებოდა ყველა მწყემსი და არ გადააგორებენ ქვას ჭის პირიდან და არ დავალევინებთ ცხვრს როცა იგი ჯერ კიდე ელაპარაკებოდა მათ რაქელით ლაბანის ასული მოვიდა თავის მამის ცხვრთან ერთად სადან იგი ადოვებდა თავის მამის ცხვრს ხო აი როგორ ხდება ღვთის განგებ შეხვედრა ადამიანების რომელიც უფალმა უნდა შეერთოს ხო არის სული მაგრამ ამის მოდის იაკობი ეს არის მამის კურთხევა მაგრამ ვიდრე მივა მამის სახლში მანამდე უკვე ხდება და როგორ იცავს მას წებსა თქვენს ეს არისო რაქელიო მაგრამ როგორი არის თვისება ხასიათი სანამ ოჯახში მივა და ითხოვს მის ხელს და უცხოა მისინ მას მანამდე უკვე რაღაცა მისი მოქმედებით სიტყვით ქცევით მიხდება რა ხასიათი აქვს მას როგორი ადამიანია რომ მოემზადოს მასთან ცხოვრებისათვის ანუ ურთიერთშემეცნება ხდება ადამიანების ვინც ემზადება მომცხოვრებისთვის მაგრამ რაქელმა არის ის ჯერ ეს ვინ არის იაკობი და იაკობმა გაიგო მაგრამ არის ის როგორი ხასიათის არის რაქელი და ამის შემდეგ და იყო როგორც კი დაინახა იაკობა რაქელი ასული ლაბანისა თავის დედის ძმისა და ცხარი ლაბანისა თავის დედის ძმის მივიდა იაკობ და გადააგორა ქვა ჭის პირიდან და დაალევინა ლაბანის თავის დედის ძმის ცხარს აი იქ წელს მოუთხეს სამყარო შევიკრიბებითო არ ერთად მეორე გადააგორთ ეს ქვა და იაკობი არ ელოდება არავის მოვიდა ის ვისაც ის არის მამის მიერ გამოგზავნილი აქ და ისეთ უნდა შეხვდეს და ვიცი რომ მომავალში მისი ცოლი то მისი ეს უპირატესია და მიაგეს იმ პატივს რომ მას ეკუთვნის როგორც ღვთის აღთქმის და მამის კურთხევის უნებლიე მონაწილეს ჯერ რაქელმა არ იცის და იაკობმა იცის ეს ამიტომ იმ წემსების სიტყვა
დამქვეყნიური სიტყვა რჩება ცალკე და იაკობი აღსრულებელი განგებისა მოქმედეს დამოუკიდებლად. და იამბოა იაკობი რა ქოს და შეყვე ხმიდა ადირდა დაუთხრა რა ქოს ძმა არის მისი მამისა და მძე არის რებეკასი და გაიქცა და აუწყა თავის მამას ეს სიტყვა. რებეკა ესო გაიგონა რომ ეს უცხო ადამიანი თურმე უახლოესი ნათესავი ყოფილა ჯერ მათ შორის არ არის საუბარი ქორწინებაზე. სიხარით აივსო და წავიდა და აუწყა რომ აი ეს მამაშენ შენ ანი დის ან ჩემ მამიდის შვილი მოვიდა ჩვენთან. აი ესეთი ნათესაური კავშირების სიყვარული და ერთგულება და ერთობა ამუდროებს ადამიანებს. მიატოვა ცხარი, მიატოვა ეს ჯა და დავიდა და იყო როგორც კი გაიგონა ლაბანმა იაკობის თავისი დისწულის სახელი გაიქცა მის შესაგებად და გადაეხე მას და იამბო და შეიყვანა იგი თავის სახლს და უამბო ლაბანს ეს ყველაფერი. იგი სხოლისა იაკობი ასრულებს იმას ვისაც მოვიდა და დაუხსეს მისია უბრალოდ დიშვილი კი არ მოვიდა არამედ სასიძო მოვიდა. ლაბანი ცხოვრობს აქ წარმართა შორის და ისააკი ცხოვრობს იქ წარმართა შორის და აი წარმართთან დაქორწინდა ნათესავება ახლა იაკობის მის ესავის მაგალითით უბრალოდ ცუდ შედეგს იძლევა რომ წყობა ოჯახის მისი ურთიერთობის ტრადიციის რწმენის და შემოდის უკვე წარმართული წესჩვევები ამიტომ აი სულიერი დასაბამი ერთობის გამო ისინი ფიქრობენ რომ აუცილებლად მათი დაახლოება და შეინარჩუნ ის რაც ღვთისგან აქვს მოწებული აღთქმა აღასრულო ეს არის მათი პირველი მთავარი მისია. და იყო რუსი გაიგონა ლაბანმა იაკობის თავისი დისწულის სახელი გაიცა მისისა და უთამაშ ლაბანმა ჩემი ძვალთაგან და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ და იყო მასთან ერთი თვის განმავლობაში. და უთხრა ლაბანმა იაკობს რადგან ძმა ხარ ჩემი ნუ მემსახურებ მე უსასყიდლოდ მითხარე მე რა არის შენი საზღაური ხოლო ლაბანს ყავდა ორი ასული სახელმწიფოს ლია და სახელმწიფოს რაქელი. რადგან მოვიდა საქორწინოდ რომ ცოტა იყოს ლაბანის ასულთაგან ერთი უწესი იყო რომ ლაბანი ცოტა ხანი ხონდა გაჩერდა ჩვენთან და ისე უცარი რომ იმსახურეო ეს როგორ იქნება შენ ანუ თუ ოჯახის წევრი უნდა გახდე მაშინ ოჯახსაც იმსახურე და ეს ჩვენი ცხარი შენაძოვე და ესეც არის გამოცდა როგორია სასიცო შრომელია თუ არა შემსრულებელია თუ არა აქვს თუ არა მორჩილება ერთგულება თანადგომა და საერთოდ საქმე თუ იცის აი ამ შემთხვევაში ცხრის მარტო ძოვება ხო არა და წესდალება გასობა იქ და ავათარი თუ დაზიანდა კოჭლობს თუ როდის ხდება დოლი იწყება ასე შემდეგ ნუ შემესებული აქვს თუ არის საქმე მას
რომელიც ასრულებს ოჯახში თუ არა და როგორ ასრულებს ამ საქმეს თუნდაც გაცნობა ხდება და თვალები ლიას სუსტი ქონდა ხოლო რაქელი იყო ლამაზი სახი და შვენიერი შესახედად და შეუყვარდა იაკობს რაქელი და თქვა გემსახური შენ 7 წელიწადი რაქელისთვის შენი უმცროსი ასულისთვის ანუ იაკობი ირჩევს რომელიც მას მოეწონა ნუ არ იკითხება ოჯახში წესი რა არის რიგი ქორწინებისა და ვინც მოვა მან დაერჩიოს ვისა იყოს ცოლად თუ ოჯახს თავისი ტრადიცია აქვს იაკობმა ის არ იკითხა მაგრამ კიდევ გაუცხადა მას უნდა რომ რაქელი იყოს მისი ცოლი და მზად არის ერთი თვე კი არა 7 წელიწადია აი ეს სიმბოლური რიცხვი 7 ჩემ ვერ შევხვდება კიდე წერილში და ისედაც მანამდე ვიცით რომ 7 დღე არის ხალი იქნის 6 დღე იქნის მე 7-ს განისვენებს ხო შენ და მეტი შრომო და ბოლოს მიიღო ის ნუგეში განსვენებისა და მიგებისა ღვთისაგან იმისა ისაც შენ იღვაწე ქვეყანაზე და უთხრამას ლაბანმა უმჯობესია ჩემთვის მოხდე შენ იგი შენ ვიდრე მივცე იგი სხვა კაცს დასახდე ჩემთან აი ლაბანის პასუხით სწორია რომ კი მიჩვენე შენ მოგცე რატო რომ ის ტრადიცია ოჯახური რომელშიც გაიზარდა რაქელი ლაბანის და მანამდე იცით მისი მამის ათოელის და მისი წინაპრის წინაპრების წესი და რიგი ტრადიციით ისევ იქ დარჩეს ასეთ ოჯახში თუმცა სიმწით ერთმანეთისა უკვე ლაბანის სახში ისეთი აღარ დაცულ როგორც შეინარჩუნა ისააკმა და აბრამის შვილმა და რომელშიც აღიზარდა იაკობი. ამიტომ ლაბანისთვის ეს საუკეთესო შეთხევა რომ მისი საყვარელი შვილი ისევ გარემოში იცხოვს როგორც რომელშიც აღიზარდა. და ეთახება. ხო, როგორ მოხდა მე ქორწინება მათი ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. ოღონდ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ამ ოჯახის შექმნის მიმართულებით უკვე აღსრულდა. ერთად აგვწოდა გახალთ.